დღეს, როდესაც ზვიად რატიანი სისტემის პატიმარია, ჩვენ ვუცხადეთ მას სოლიდარობას და ვიბრძვით მისი გათავისუფლებისთვის. სიმბოლურია ისიც, რომ ზვიად რატიანი არ წყვეტს არც ბრძოლას და არც შრომას. და მისი ეს წიგნი, ახალი თარგმანი ტომას სტენს ელიოტის 4 კვარტეტი არის იმის დადასტურება, რომ ლიტერატურა ჩვენში ვითარდება და ახალ-ახალი უმნიშვნელოვანესი ნაწარმოებები ემატება ქართულ მწერლობას და ზვიად რატიანს ამ პროცესში განსაკუთრებული როლი აქვს. სინათლე არ უნდა ჩაქრეს, ეს არის კამპანია, რომელსაც გამომცემლობა ინტელექტი დიდი სიხარულით შეუერთდა ჩვენი სერიის მაგნუმ ოპუსის თითოეული გაყიდული ეგზემპლარიდან 30%-ს ვურიცხავთ დამოუკიდებელი მედიების გადარჩენის ფონდს. და მიგვაჩნია, რომ დამოუკიდებელი მედიები ამბობენ სიმართლეს, ეკომაგებიან სისტემისგან ჩაგრულ, რეპრესირებულ ადამიანებს და ეს ყველაფერი ჩვენ უნდა გავიაზროთ როგორც პროპაგანდის წინააღმდეგ ბრძოლა და ჩვენი სოლიდარობა ამ ბრძოლაში.